თუ მუშაობ ბევრს და მაინც იგივე ფულს იღებ, პრობლემა შენში არაა, სისტემაშია. მე ზუსტად იქ ვიყავი, სადაც დღეს ბევრი თქვენგანია. ვმუშაობდი მოლარედ, კონსულტანტად. ხშირად დათქმულ მეტ დროსაც კი უთმობდი. მაგრამ შედეგი იგივე ხელფასი, იგივე დაღლა, იგივე ლოდინი, თუ როდის მომიმატებენ ხელფასს. და ყველაზე მტკივნეული რეალობა. ჩემი შემოსავალი მშობლების პენსიას რომ უტოლდებოდა. უცბად კითხავ, ეს ნორმალურია? როცა მიხვდები, რომ შენი დრო და ენერგია ასე იაფასდება, ანუ უნდა შეეგუო, ან უნდა შეცვალო ყველაფერი. მე არჩევანი გავაკეთე. როგორც კი გამაცნეს ეს საქმიანობა და მისი შესაძლებლობები, არც დავფიქრებულ ვარ. დღეს მე ვაკონტროლებ ჩემს შემოსავალს. აღარ ველოდები ვინმე როდის მომიმატებს ხელფასს. ყოველ დღე ვითარდები, ასევე შევისწავლე ნუტრიციოლოგია. ვარ მენეჯერი, ყავს ძლიერი გუნდი და მაგლიერი მომხმარებლები და მთავარი, შევძელი ის, რაც ადრე ჩემთვის მიუწვდომელი მეგონა. ვიმოგზაურე საფრანგეთში, შევიძინე საკუთარი ბინა. თუ ისევ იმ ადგილზე ხარ, სადაც მე ვიყავი, უბრალოდ იცოდე, არაფერი შეიცვლება, სანამ შენ არ მიიღებ გადაწყვეტილებას. მომწერე სიტყვა მზადვა და გაჩვენებ რეალურად, რა შესაძლებლობაზეა საუბარი. ასევე გააზიარე, რათა სხვებმაც მიიღოს ახალი შესაძლებლობები.